განცხადებები ლუქსემბურგის მინისტერიალიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ ოლიგარქის არალეგიტიმური ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. მინისტერიალს ოცნების დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი კრიტიკულ კითხვებს გაექცა, მაგრამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და პარტნიორებზე შეტევა მიიტანა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და სიცრუის დემონსტრირების მაღალი მასტერკლასიც აჩვენა. შეჩერებული ევროინტეგრაციის ფონზე ამტკიცებდა, რომ მათი ხელისუფლება რეფორმებს ატარებს. ადამიანის უფლებების დაცვაში კი მაღალი სტანდარტები დაამკვიდრეს. ეს მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში მოქალაქეები აწამეს, ციხეებში კი უდანაშაულო მომიტინგეები გამოკეტეს. კიდევ უფრო ცინიკური აღმოჩნდა ბოჭორიშვილის მტკიცება, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სამაგალითოები არიან. ეროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში, სწორედ მან მოისმინა შეფასებები საქართველოს შესახებ. თამარ, გისმენთ. მოგესალმები გიორგი, ევროსკოპი ლუქსემბურგში ჩამოვიდა, რათა გაგვეშუქებინა ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის შეხვედრა. საინტერესო იყო დღის წესრიგი, რადგანაც როგორც უკვე ყველამ კარგად იცის იმ ფონზე, რომ ველოდებით მოლაპარაკებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პარალელურად პოლიტიკური მხარდაჭერით იქნა პროცესი, ასევე აქაც დაძრული სპეციალური ტრიბუნალის შესახებ, რომელიც გაასამართლებს ყველა იმ ომის დამნაშავეს, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე და შემდეგ ომის დანაშაულებებზე. ეს ერთი საკითხი იყო საინტერესო ჩემთვის და მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოს რა თქმა უნდა მქონდა სურვილი, რომ მაკა ბოჭორიშვილისთვის შეკითხვები დამესვა, თუნდაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და რას აკეთებს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, უფრო სწორედ ქართული ოცნება იმისთვის, რომ საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, თუმცა მე პირადად ის აქ ვერ ვნახე. იყვნენ ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც შემდეგ წავიდნენ, მინისტრმა აქ არანაირი კომენტარი ყოველ შემთხვევაში ჩემი აქ ყოფნის დროს არ გააკეთა და პარალელურად მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შეკითხვა დამესვა, სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩაატარეს მიმღები ქვეყნის ლუქსემბურგის პირველმა დიპლომატმა, ასევე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და უკვე მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა ხდება მალტა და მალტის წარმომადგენელმა. ძალიან მკაფიო და მკაცრი იყო ქსავიერ ბატელის პასუხი, თუ რა გზავნილები ექნება მას ქართული ოცნების მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. ის ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც დაიძრა პროცესი და ევროპამ უთხრა კი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ქართულმა ოცნებამ პროცესები და საერთოდ გზა უკან წაიყვანა და მან ესეთი შედარებაც კი გამოიყენა, რომ როდესაც ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს თაფლობის თვეო, მათ დაიწყეს გაშორების პროცესიო. რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მომავალ პრეზიდენტ ქვეყნის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს, ისინი თვლიან, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და ამისთვის კომუნიკაცია არის აუცილებელი, რათა ის კრიზისი დაიძლიოს, რაც დღეს არის საქართველოში. ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი, მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ეს საკითხი. წლების და თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ სურთ ევროპასთან დაახლოება. იმ დღეს კი, როდესაც ვუთხარით, რომ მოდით დავიწყოთ თაფლობის თვე. მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან, თუ წავლენ არასწორი გზით. უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია. ვიმყოფებოდი საქართველოში, შევხვდი ყველა ჩართულ პირს, პრემიერს, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ასე რომ ველით ხელახალ ჩართულობას და კონსტრუქციულ დიალოგს. რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ გენერალურ მდივანს. საქართველოს აიღო ვალდებულება 2024 წლის დეკემბერში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ უნდა შეასრულონ. საქართველოს და ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ რეფორმების გატარებაში და უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის. ასე რომ ველით მათთან მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ეს ადვილი არ არის.
18 თვის წინ საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი. 18 თვის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ მიმართულება კარგი არ არის. დეკემბერში ვიზიტისაც შევეცადე კონკრეტულად საქართველოსთან მემუშავა. ჩვენ გვყავს გუნდი თბილისში, გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ ხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ გვინდა, რომ დიალოგი განვაახლოთ, რომ შევძლოთ ყველა პრობლემაზე ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ არასწორი მიმართულებით მიდიან. ჩვენ გვინდა, რომ დაცული იყოს ღირებულებები, კანონის უზენაესობა და სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლა შემაშფოთებელი სიტუაციაა და ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წავიდნენ სწორი მიმართულებით. როგორც მოისმინა მაყურებელმა, ევროსაბჭოც და მინისტრთა კომიტეტიც არის მომხრე იმისა, რომ ხარი დაუჭირონ ქართულ ხალხს, მათ სურვილს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ისინიც აღიარებენ, რომ არის კრიზისი ქვეყანაში და მოუწოდებენ ასევე ქართულ ოცნებას, რომ დაუბრუნდეს ამ გზას და იმისთვის, რომ კრიზისი იყოს გადალახული, აქაც თვლიან, რომ ერთგვარი რაღაც სახის კომუნიკაცია ყველასთან უნდა იყოს და როგორც აღნიშნეს არსებობს და წარდგენილი იყო ევროსაბჭოს მხრიდან ერთგვარი გზამკვლევი მინისტრთა კომიტეტმა მუშაობა ლუქსემბურგში დაასრულა სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ერთობლივი კომიუნიკე და აქაც რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის უკრაინის მხარდაჭერა კომიუნიკეში საუბარია იმაზე რომ ევროსაბჭო იქნება უკრაინის გვერდით და სწორედ ხაზია გასმული იმ პროცესზე, რაც დაიწყო საგანგებო ტრიბუნალთან დაკავშირებით, ასევე ხაზგასმული არის ის, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც იყვნენ ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცებული, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავის სამშობლოს.